პირველ რიგში ყველას მილოცავ ძვირფასო მეგობრებო, უკვე დამდგარ 2015 წელს. მრავალს დაესწარით, ჯანმრთელად, ბედნიერად და სიხარულით. ჩვენი ლოცვა იქნება, რომ 2015 წელი იყოს კურთხევის, სიყვარულის, შვიდობის და თავისუფლების წელი. ჩვენი კულტურის ალბათ ყველაზე თვალში საცემი და ყველაზე აშკარა მემკვიდრეობა არის ვეფხისტყაოსანი. ვეფხისტყაოსნის პირველივე ნაწილში ჩვენ გვაქვს ამბავი როსტევანისა, რომელიც არის ბრძენი და მორჭმული მეფე. მაგრამ ერთშენიერ დღეს გაიაზრებს, რომ ასაკი ემატება და ასაკის მომატება ადვილი არ არის და ერთშენიერ დღეს თავის ნაზივ ბეზირებს განუცხადებს. დღეს არა ხვალე მოვკვდები, სოფელი ასე მკნელია. რაღაა იგი სინათლე, რასაც ახლავს ბნელია. ეს არის რიტორიკული კითხვა, რომელიც რუსთველმა დაასმევინა როსტევან მეფეს. რაღაა იგი სინათლე, რასაც ახლავს ბნელია. მეფე ხარ, მორჭმული, ჭკვიანი, პატივცემული, არაფერი არ გაკლია, ნათელში ცხოვრობ ერთის მხრივ. მაგრამ ამ ნათელს დასდევს ბნელი, რომ ერთშენიერ დღეს ეს უნდა დამთავრდეს. და როსტევანი სვავს და რუსთველი სვავს რიტორიკულ კითხვას. რაღაა იგი სიბნელე, სინათლე, რასაც ახლავს ბნელია. დღევანდელი საკითხავი სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება. რომ ნათელი მოევლინა სოფელს. ღმერთის სიტყვამ ხორცი შეისხა და დამკვიდრდა ჩვენ შორის. სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით. ის იყო ნათელი კაცთა. ნათელი, რომელიც ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცოლიო. ქრისტიანობის განვითარების პირველ საფეხურზე ბევრს აინტერესებდა იესო ქრისტეს პიროვნება. ვინ იყო იგი სინამდვილეში? ღმერთი იყო, კაცი იყო, ღმერთი და კაცი იყო ერთად, ნახევარი ღმერთი იყო, ნახევარი კაცი იყო და ამ კითხვაზე ყოველთვის პასუხი მომდინარეობდა დღევანდელი საკითხავიდან. იოანეს სახარების შესავალიდან, პროლოგიდან, საიდანაც ჩვენ გეგულობთ იესოს ნამდვილი ბუნების ამბავს, ნამდვილი იდენტობის ამბავს. 325 წელს ნიკიაში შეიკრიბა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელსაც უნდა განეხილა იესოს იდენტობის ამბავი. და მათ ხვდეს, რომ ღმერთი მოევლინა იესოში ამ სოფელს ჩვენს სახსნელად. მოგვიანებით დასავლეთის ქრისტიანობის ყველაზე თვალში საცემი პიროვნება ფილოსოფოსი ანსელ კენტერბერიც ამაზე ფიქრობდა და გვაძლევს პასუხს, რომ იესოს ვინაობასთან და იდენტობასთან დაკავშირებით, მის მისიასთან დაკავშირებით, იგი ამავე საკითხავზე დაყრდნობით ამბობს, რომ ადამიანის დახსნა შეუძლებელი იქნებოდა ღმერთი რომ არ მოვლენილიყო ამ დედამიწაზე. მოგვიანებით რეფორმაციის ეპოქაში პირველი იყო ლუთერი, რომელმაც დაუწყო ამავე საკითხავს კირკიტი. ლუთერის დასკვნა ასეთი იყო: იესომ თავისი შობით, ღმერთის სიტყვის განკაცებით, მისი სიკვდილით, ჯვარზე საიდუმლო გაგვიმხილა. და საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი დაიმალა ადამიანის ხორცზე და ჯვარცმული იქნა. ლუთერის შემდეგ დიდი ქრისტიანი თეოლოგები ყოველთვის ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ ამ საკითხზე. მოლტმანი, კარლ-ბარცი, არ ვიცი, უამრავი. მაგრამ დღევანდელ დღეს, ახალი წლის პირველ დღეს ეს საკითხავი საგანგებო მნიშვნელობას იძენს
არა თეოლოგიური პერსპექტივიდან, მხოლოდ არამედ ჩვენი ადამიანური პერსპექტივიდან, ჩვენი რეალობიდან, რომელშიაც ჩვენ ცხოვრობთ და კაპიკია ისეთი თეოლოგიის ფასი, თუ კი იგი რეალობას არის მოკლებული. პირველი რაც შეგვიძლია ამ საკითხავიდან ვისწავლოთ, არის ის, რომ ნათელი ყოველთვის გავლენას ახდენს გარემოში. ნათელი ყოველთვის ძლიერ უფრო ძლიერია ვიდრე ბნელი. რაც ჩვენთვის ძალიან დიდი ნუგეშია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სანათესაოში, ჩვენ ეკლესიაში ვხედავთ ამდენ სიბნელეს, შეიძლება ადამიანს გაგიწყდეს გული და თქვა, რომ ნუ თუ ბოროტება უფრო ძლიერია ვიდრე სიკეთე. ნუ თუ ბნელი უფრო ძლიერია ვიდრე ნათელი, ეს კითხვა ყოველთვის დაებადება ადამიანს. მაგრამ ეს გამამდელი საკითხი გვეუბნება, რომ ესე არ არის. ნათელი ყოველთვის ჯაბნის ბნელს. წამით წარმოიდგინეთ, რომ ეს დარბაზი, რომელშიაც ჩვენ ხედავთ, არის ჩაბნელებული. ეს შუქები არ აქვს. ეს კარფანჯრები არის ყველა ამოქოლილი. ამ დარბაზში გამეფებულია სულის სიბნელი. ამ ბნელში, ბნელის თავისებურება რა არის? როცა ბნელში ხარ ადამიანი, ვერ ხედავ ნივთებს, რომელიც შენს გარშემოა, ვერ ხედავ სილამაზეს, რომელიც შენ წინაშე არის. ვერ ხედავ და ვერ ამჩნევ ადამიანებს, რომლებიც შენს ირგვლივ არიან. და საკმარისია ამ ჩაბნელებულ დარბაზში შემოიტანო ერთი პაწაწინა კვარი. გინდა სამთებელა ამთო, გინდა სამთებე ამთო, რომ მაშინვე ყველანი დავინახავთ. შეიძლება ძალიან კაფიოდ არა, რომ დავინახავთ ამ დარბაზში არის ადამიანების სილუეტები, არის ნივთების სილუეტები, არის ნაძვისხის სილუეტი, არის საკურთხევლის სილუეტი, არის ქადაგებლის სილუეტი და ჩვენ გვეცოდინება ჩვენ სადავართ და რა გარემოში ვართ. რაც უფრო მეტი იქნება ნათელი, მით უფრო მკაფიოდ დავინახავთ გარემოსაც და საკუთარ თავსაც. როცა ნათელი მეტია, ჩვენ ხედავთ გარშემო ვინს ხედავთ, არა მარტო სილუეტებს ხედავთ, არამედ ხედავთ ადამიანებს, სახეებს. და თუ ეს ნათელი კიდე მოიმატებს, ჩვენ შეიძლება ამ სახეებზე ამოვიკითხოთ განწყობილება. ვინ რა ბუნებაზე არის, ვინ დადარდიანებულია, ვინ გახარებულია, ვის რამე აინტერესებს, ვის არაფერი არ აინტერესებს. რაც უფრო მეტია ნათელი, მით უფრო ხედავთ არა მარტო გარემოს, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის, არამედ უკეთ ხედავთ საკუთარ თავს. მე დავინახავ, როცა ნათელია, ნათელში ვხედავ, რომ ჩემი ანაფორის კალთები და კიდეები არის ტალახში მოსხული. თუ ბნელა, ვერაფერს ხედავ. სკოლაში, როცა ვსწავლობდი, ასე იყო, რომ მოქონდათ ხოლმე ბილეთები და სავალდებულო იყო, ვიდრე მეორე კლასში ვსწავლობდი, ვიდრე მივიდოდით გაკვეთილზე, უნდა პირველ საათზე მივსულიყავ და გვენახა ფილმი სოფლის კლუბში. სადაც როგორც წესი, ერთსა და იგივე ფილმს აჩვენებდნენ ხოლმე, ძირითადად იყო მაგდანას ლურჯა. და ეს მაგდანას ლურჯა ქონდა დაძაბირებული, მაგრამ სავალდებულო იყო მივსულიყავით ამაზე. და მასწავლებელი ამოწმებდა, ვიყავით თუ არა ამ ფილმის სანახავად. ერთხელ ხედავ, რომ მაგვიანდება და დედაჩემი მეწარს რომ გაიხადეთ ჭუჭყიანი შარვალი, რომ ვინ რა სიტყვის რო დაგინახავ, მე მეგობრებო, რას ამბობდი? იმ კლუბში ბნელა და ვინ დაინახავს ჭუჭყიანი მასვია თუ სუფთა მასვია. სიბნელეში ბევრი რამ გადის. ჭუჭყიც გადის, მოსვლობაც გადის, უხიაგობაც გადის, შენი სახის გამომეტყველებას როგორც არ უნდა იყოს ყველაფერი გადის. მაგრამ როგორც კი შემოვა ნათელი ყველაფერს ცხადს ყოფს. ნათელს ფენს, ამჟღავნებს და აჩვენებს. როცა ბნელში ხარ და ბნელსა ხარ მიჩეული, ნათელში გამოსვლა მაინც და მაინც არ გესიამოვნება. შენ გირჩევი, იმიტომ რომ ბნელს შეეჩვი. კომფორტულად აგზნობ თავს სიბნელეში. რადგან იცი, რომ ნათელში რო გახვალ, დაინახავენ, ჯერ შენ თვითონ საკუთარ თავს დაინახავ. რა ჭუჭყი გაცხია და რა გაცვია და რა არ გაცვია. და მე დაინახავ სხვებს, რომელთა დანახვა შეიძლება არ გიგოს. დაინახავ გაჭირებულს, რომელთა დანახვა შეიძლება არ გესიამოვნებოდეს. იმიტომ ეს დანახვა გაიძულებს შენ, რომ
ჯიბეში ხელი ჩაიყო და ადამიანს დაეხმარა. არ გინდა ბნელიდან გასვლა. არ გინდა სხვისი დანახვა. არ გინდა სხვისი ტკივილის დანახვა. გირჩევნია იყო იქ, სადაც ახალ და ბნელი ძალიან კომფორტულია. მაგრამ სიცოცხლე ბნელში სიცოცხლე არ არის. ეს არის უქმად გაფლანგული სიცოცხლე. და ამიტომ არის რომ იესოს მოსვლაც ამ დედამიწაზე, როგორც მარადიული ნათლისა, ჩვენთვის დღევანდელ დღეს საგანგებო მნიშვნელობას იძენს. თუ არ დაინახე, თუ ნათელში არ შეხვე და ნათელი არ შემოვიდა შენში, შენი რწმენა არასდროს არ იქნება რწმენა. შეიძლება ეკლესიაში დადიოდე, ღვთის მოსაუბრე, კითხულობდე, ლოცულობდე, ყველაფერი, მაგრამ თუ ნათელი არ არის შენში შემოსული, თუ ეს ნათელი არ დაინახე, არაფერს ფასი არ აქვს. შეიძლება იკითხოს ადამიანმა, მაშ რაღაცა დადის ადამიანი ეკლესიაში თუ ნათელი არ ნახა, უამრავი მიზეზია. დღეს საქართველოში ეკლესიებში ტევა არ არის. ეკლესიას ეკლესიაზე აშენებენ. მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ იმ ხალხმა, ვინც აწვდება ეკლესიებს, ნათელი დაინახა. ეკლესიის სიაში სიარული თუ ჩვენთან, თუ სხვაგან, იმის ნიშანი არ არის, რომ ადამიანი ნათელს არ ენაზიარებს. შეიძლება ადამიანი ეკლესიაში დადიოდეს, როგორც ქართლში ამბობენ, მიხედულობასა. დედა ჩემი დადიოდა, მამა ჩემი დადიოდა, მეზობელი დადის, ის დადის, მეც დავდივარ. შეიძლება სხვა მიზეზი იყოს აქციერულისა. შეიძლება გეშინოდეს ღმერთისა. ეკლესიაში რო არ მივიდე, ვაი თუ ღმერთმა ან მე დამსაჯოს, ან ჩემი შვილები დასაჯოს, ან საქმეში ხელი არ მომმართოს, ასე რომ ღმერთთან გვაქვს ერთგვარი გარიგება. მე ეკლესიაში მივიდე, შენ ჩემს საქმეებს მომიგვარ. ეს ნათელთან ზიარების ნიშანი არ არის. ზოგი შეიძლება დადიოდეს ეკლესიაში ხეირის სანახავად, გამორჩენის სანახავად, მაგრამ არც ეს არის ნათლის დანახვის ნიშანი. თუ კი შენ ეკლესიაში, ქრისტიანულ თემში, თუ აქ სხვაგან რაღაცა ხეირისთვის და გამორჩენისთვის დადიოდეს. დღეს საქართველოში ეკლესიაში ბევრი დადის ადამიანი იმისაც, რომ ერთ შემთხვევაში ნახოს სოციალური წარმატება პრომოცია ნახოს, რომ დაიკავოს უფრო წარჩინებული ადგილი საზოგადოებაში, ან და კონდეს უფრო რესპექტაბელური სახელი საზოგადოებაში. როდესაც მოახლოვდება არჩევნები, თქვენ ხედავთ ხოლმე, რომ ეს არჩევნებში მონაწილე დეპუტატობის კანდიდატები თუ საქალაქო თუ ქვეყნისა, აიკუზებიან ეკლესიის წინ და გადაიღებენ სურათებს. უკან ფონზე ჩანს ეკლესია. რომ ხალხს უთხრა ნახე, როგორი მორწმუნეებია. ეს არ არის იმის ნიშანი, რომ ადამიანი ნათელს არ ენაზიარებს. ნათელს ნაზიარებ ადამიანს არ ჭირდება თავის გამოჩენა, იმით რომ მორწმუნეა. მას ეს ნათელი ნანახი აქვს და რაკი ნანახი აქვს ამ ნათლით ცხოვრობს. მეც არ გითხარით, რომ დანახვა ნათლისა და რწმენა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. თუ არ დაინახე ნათელი, შენ არ შეიძლება გწამოს. მაგრამ თუ გწამს, ეს რწმენა არ არის სტატიკური მდგომარეობა. ეს რწმენა ყოველთვის ითხოვს შენგან გააკეთო არჩევანი. გააკეთო არჩევანი არა ერთხელ, არამედ ყოველდღე. გააკეთო არჩევანი ყოველ საათს, შენი არსებობის თითოეული ნაბიჯის გადადგმაზე. და ამ არჩევას, შენს არჩევას, თუ ცხოვრებასთან დაკავშირებულს, თუ სულიერებასთან დაკავშირებულს, თუ ეკონომიკურ წინსვლასთან დაკავშირებულს, თუ განათლებასთან დაკავშირებულს, ყველაფერს აკეთებ იმ ნათლის შესაბამისად, რომელსაც ეზიარე. თუ არ ეზიარე ადამიანს და ნათელს, ადამიანს შენ არ გაქვს ამ ცხოვრებაში დარჩენილი ორიენტირი, რომელსაც შეგიძლია გაყვე და რომლის ყოველშიც შეგიძლია იარო. ნათლის ამბავი ძალიან გავს სულიწმიდის ამბავს და შეიძლება ეს ორი რამ, სულიწმიდის წინამძღოლობა და ნათელი ერთი და იგივე იყოს ადამიანის ცხოვრებაში. როგორც ადამიანის მიუძღვის სულიწმიდა სიკეთის საკეთებლად, ასევე ნათელი აშთააგონებს ადამიანს ეძიოს თავის ცხოვრებაში სიკეთე, სილამაზე, სიყვარული და თავისუფლება. ნათელში ყოფნა სინამდვილეში ბევრად უფრო სახალისოა, ვიდრე ბნელში ყოფნა.
იესო მოევლინა როგორც ნათელი ამ სოფლად, მაგრამ თავისიანებმა არ მიიღეს. მაგრამ ვინც მიიღო, გახდა ამ ნათლის შვილი და ყველა ვინც ნათლის შვილი გახდა ბედნიერი. მან თავის ცხოვრებაში დაინახა ნათელი და მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მისი არჩევანი რადიკალურად შეიცვალა. და როდესაც იესოს უშუალო მიმდევრები, ორ კაცი იყო რა, თავის ცხოვრებაში ეზიარდნენ ამ ნათელს, მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მათ ცხოვრებაში მთავარი იყო ერთგულება ამ სინათლისა, რომელიც არის სიყვარულის, შენდობის, პატიების, სულგზელობის განსახიერება და ყველაფერი სხვა გახდა მათთვის მეორეხარისხოვანი. იყო დრო, როდესაც მათ გაგონილი ჰქონდათ ამ ნათლის შესახებ. მოწაფეებს. იცოდნენ, რომ იესო კარგ რამებს ლაპარაკობდა, ამიტომ დადიოდნენ მათთან ერთად. როცა იესოს ცხოვრებაში დადგა განსაცდელი, მიატოვა ყველა. უახლოესმა მეგობრებმაც კი მარტო დარჩა იესო. მაგრამ იესოს სიკვდილის შემდეგ, დროებით აღდგომის შემდეგ, მათ იხილეს ნათელი. კუდრეთით ამდგარი იესო და მათი ცხოვრება შეიცვალა. და ამის შემდეგ უამრავი ქარიშხალი ამოვარდა მათ ცხოვრებაში, მაგრამ ვერც ერთმა ქარიშხალმა ვერ ჩაძირა მათი რწმენის ნავი. და ამ 12-დან, როგორც გადმოცემა ამბობს, 11-მა თავისი სიცოცხლე მოწამოებით დაამთავრა. მათ არ შეეძლოთ, რომ ეღალებათ ქრისტესთვის. იმიტომ კი არა, რომ ქრისტესთან იყვნენ ნამყოფი, ანდა იმიტომ კი არა, რომ იესოს სიტყვები ჰქონდათ მოსმენილი, არამედ იმიტომ, რომ ეს ნათელი, რომელიც ქრისტემ უქადანა მათ, უკვე მათში იყო. მათ აღარ ჭირდებოდა გარედან მინდეს შთაგონება ან წინამძღოლობა. ადამიანის ალბათ ყველაზე დიდი ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა ნათლის მიღება, არ უნდა სინათლესთან თანაზიარება. ალბერტ აინშტაინი ალბათ მე-20 საუკუნეზე და შეიძლება მთელი რაც ჩვენი ცივილიზაცია არსებობს, ყველაზე გამოჩენილი და ყველაზე დიდი ბუნებისმეტყველი და მეცნიერი იყო. მას ეკუთვნის ფიზიკოსი იყო რა. მას ეკუთვნის ასეთი სიტყვები. ორ რამეს არ აქვს საზღვარი ცისქვეშეთში. ორ რამეს არ აქვს საზღვარი ცისქვეშეთში. სამყაროს, რომელშიც ცხოვრობთ, და ადამიანის სიშტერეს. შეიძლება ეს ვულგარულად ჟღერდეს, მაგრამ ამ პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების უმეტესობა ამჯობინებს ნათელში ყოფნას, ბნელს. ნათლის შვილობას, სიბნელის შვილობას ამჯობინებს. რადგან მიჩვეული არიან ისინი ამ სიბნელეს და ვერ წარმოუდგენიათ სიბნელის გარშე ცხოვრება. ამოდ რამდენიმე ხნის წინათ კანადის ქალაქ ონტარიოში 50 წლის ქალს გაუკეთეს ოპერაცია თვალის. ბავშვობიდან უსინათლოდ იყო დაბადებული ეს ქალი. ოპერაციამ ჩაიარა წარმატებულად და ამ ქალს მისდა გასაკვირად თვალის შინი დაუბრუნდა. 50 წლის მერე პირველად დაინახა სამყარო, რომელიც მის გარშემო იყო. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ექიმმა უთხრა ამ ქალს, რომ სად იყავი აქამდე? შენ რომ მოსულიყავი აქამდე? გინდა 30 წლისა როცა იყავი? მაშინაც შეგვეძლო, ან 20 წლისა როცა იყავი? მაშინაც შეგვეძლო გამოკეთებინა ოპერაცია და 20 წლის ასაკიდან, 30 წლის ასაკიდან შენ გექნებოდა თვალის ჩინი. შენი ცხოვრება შეიცვლებოდა, შენი განათლება შეიცვლებოდა, შენი არსებობა შეიცვლებოდა. რატო არ მოხვედი აქამდე იმისაც, რომ გქონოდა თვალის ჩინი? ქალმა უთხრა, არ მჯეროდა და მეშინობდა. ადამიანების უმეტესობას ეშინია ნათლის და არ ჯერა ნათლის. არ ჯერა, რომ ნათელთან ზიარების შემდეგ მისი ცხოვრება იქნება ფასეული. ნათელში თუ მივედი, ნათელს თუ ეზიარე, აღარ უნდა მოვიპარო, აღარ უნდა ვიქორდო, აღარ უნდა გავძარცო, აღარავის არ უნდა მოვატყუო, მას როგორ ვიცხოვრო? გეშინია ნათელში ცხოვრება.
და არ გჯერა რომ მას შემდეგ რაც ისე იცხოვრებ როგორც ნათელი ითხოვს შენგან შენ ცხოვრებას ხალისი და ფასი ექნება თითოეულ ჩვენთანაც გვჭირდება ნათელი არა მარტო იმისთვის რომ დავინახოთ ჩვენს გარშემო რა ხდება არამედ ჩვენ გვჭირდება ნათელი იმისათვის რომ ჩვენ დავინახოთ საკუთარი თავი ჩვენ თვითონ ვინ ვართ ჩვენ თავს ვერასდროს ვერ დავინახავთ ვიდრე ბნელში ვიქნებით გათქვეფილი რაბი მენახემ მენდელი ალბათ იყო აღმოსავლეთ ევროპის რაბინთა შორის ერთ-ერთი ცნობილი მოღვაწე მას ეკუთვნის შესანიშნავი აზრი რომლის გაგებაც შეიძლება ოდნავ რთულია ის მაგრამ თუ დინჯად გამომყვებით რასაც ვიტყვი მე მგონი გაიგეთ რაბი მენდელი ამბობს თუ მე ვარ მე იმიტომ რომ შენ ხარ შენ მაშინ მე არა ვარ და შენ არ ხარ ცოტა კიდე გავიგო თუ მე ვარ მე იმიტომ რომ შენ ხარ შენ მაშინ მე არა ვარ და შენ არ ხარ მაგრამ თუ მე ვარ მე და შენ ხარ შენ მაშინ მე ვარ მე და შენ ხარ შენ ეს იგავი ეს აზრი ჩვენ რას გვეუბნება ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ საკუთარი თავი ჩვენ ვინა ვართ სინამდვილეში თუ კი მე ჩემს ვინაობას განსაზღვრავს სხვა ადამიანთან მიმართებაში თუ კი ის თუ მე ვინა ვარ სინამდვილეში განისაზღვრება იმით ვინც არის ჩემს გარშემო მაშინ მე აღარ ვარ მე ვარ იმ ადამიანების ანარეკლი რომელთა წიაღშიც მე ვცხოვრობ მე ჩემი ნება არ მაქვს მე ჩემი სურვილი არ მაქვს მე ვაკეთებ იმას რასაც ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები ითხოვენ ჩემგან არა ჩემს სურვილებს არა ჩემს მისწრაფებებს არა ჩემს შთაგონებას არამედ რას ითხოვს ჩემგან ხალხი რას ითხოვენ ჩემგან მეზობლები რას ითხოვს ჩემგან ოჯახის წევრები რას ითხოვს ჩემგან ეკლესია და მაშინ შენ კი აღარ ხარ შენ ახარ სხვა ნათელთან ზიარება სწორედ ამისთვის გჭირდება რომ დაგეხმაროს მიხვიდე საკუთარ თავთან თქვენ ხო იცით რა თვარიანი ღამე ლამაზი არის და არაფერი ისეთი ლამაზი არ არის როგორც თვარიანი ღამე და ჩვენ პოემებს უამრავი დათირონები აქვს ის თვარიანი ღამესაც და თვარისას მაგრამ ეს თვარის ნათელი რომელსაც იქ გამოსცემ თვარისა ხომ არ არის ეს არის მზის ნათელი საკმარისია რომ თვარეს მზის ნათელი არ ქონდეს მზის ნათელს არ არეკავდეს იგი ჩვენთვის იქნებოდა უხილავი და ყოველგვარ მიმზიდველობას მოკლებული ანდა სარკია იყო სარკის ნათელი არა ბავშვობაში ყველას ჭერიან სარკე პატარა სარკის ნამდვილ და რა ქვია სტრეფს და თვალებში უჭუტუნებდი მზის ანარეს სარკე არის სულებით ნეიტრალური რამ თუ სარკეს მიუშვერთ მზეს სარკე არ ეკლავს ნათელს თუ ამ სარკეს მიუშვერთ ბნელს სარკე არ ეკლავს ბნელს თავი საზრისი სახარებისა და დღევანდელი საკითხავი მაშინ მდგომარეობს რომ მერც ის კი არ უნდა რომ ჩვენ თვარესავით ვირეკლავდეთ ღმერთის ნათელს ანდა სარკისავით ვირეკლავდეთ სინათლეს მზის შუქს არამედ დღევანდელ საკითხავს და იესოს უნდა რომ როგორც თვითონ იყო ნათელი ასევე თითოეული ჩვენთაგანი ვიყოთ ნათელი სარკე თვითონ არის ნეიტრალური ბნელ წრეში მოხდება სიბნელეს გადმოსცემს ნათელ წრეში მოხდება ნათელს გადმოსცემს ქრისტეს არ უნდა რომ ჩვენ ვიყოთ ისეთი მიმდევრები ისეთი ინერტული მიმდევრები კარგ წრეში მოხდებით კარგ რჩევას მოგცემთ კარგად მოგცემთ ცუდ წრეში მოხდებით ცუდ რჩევას მოგცემთ ცუდად მოგცემთ იესოს ასეთი შეგირდები და მოწაფეები არ ჭირდება მას სურს რომ ეს ნათელი იყოს თვითოულ ჩვენთაგანში თითოეული ჩვენთაგანი ვანათებდეთ ამ ნათელს და როცა ჩვენ ვანათებთ ნათელს და ეს ნათელი ჩვენი დამოკიდებული არ არის გარემოზე რომელშიც ჩვენ ვარ ამას არ აქვს მნიშვნელობა ბნელში იქნები გაანათებ ნათელში იქნები გაანათებ გაჭირებაში იქნები გაანათებ დახინებაში იქნები გაანათებ რადგან ქრისტეს წყალობით ეს ნათელი იქნება შენში იქნება წყარო
ტრაგედია ქრისტიანული ეკლესიისა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ როდესაც ადამიანი ამ ნათელს არ ეზიარება, ეს ნათელი მასში არსულ. გახსოვს იესომ რა უთხრა იმ ქალსა, რომელმაც უთხრა, მომეცი წყარო რა წყალზე არ მოვიდა იოანეს სახელობაში. და იესომ უთხრა, მე ისე წყაროს მოგცემ, რომელიც შენში იდენებს და არასოდეს არ დაიშლიდება. ღმერთს უნდა რომ ჩვენი ცხოვრება თითოეული ჩვენთაგანი ვიყოთ ასეთი დაუშვებელი წყარო ნათლისა, რომელზეც გავლენას არ ახდენს სიბნელე, გავლენას არ ახდენს უკეთური რჩევები, გავლენას არ ახდენს უკეთური გავლენა, რომელიც თვითონ არის თვითნაბადი, თვითარსებული და სხვაზე დამოუკიდებელი ნათლის წყარო. და წარმოიდგინეთ, ჩვენ ასეთები ვიყოთ, რა იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, რა იქნებოდა ჩვენი ეკლესია, რა იქნებოდა ეს პლანეტა, რომელზეც ჩვენ ცხოვრობთ. განახლებული, გამშვენამდვილად ის, რაზედაც რუსთველი, იმერუსთველი ამბობდა, რომ სადაც თხადამგელი ერთად მოძრაობენ, სადაც არ იქნებოდა მტრობა, არ იქნებოდა სიძულვილი, არ იქნებოდა სისხლი, არ იქნებოდა კაცისხლა, არ იქნებოდა სიძულვილი, მტრობა და ღალატი. ჩვენი ტრაგედია ალბათ აინშტაინის სწორია, რომ ადამიანის სიშტერეს არ აქვს საზღვარი. ის რა ჩვენთვის კარგია ეს არ გვინა, ის რა ჩვენთვის ცუდია და რა დამფუძნებელია, იმას ვერ ვღავჭებით ორივე ხელით და გონია რომ ეს არის მნიშვნელოვანი. ისლამურ ტრადიციაში მოლა ნასრედინი იყო ძალიან დიდი ფიგურა და ალბათ ბევრი მისი ამბები ჩვენამდეც არის მოღწეული. ერთხელ მოლა ნასრედინმა დაკარგა ვერცხლის ბეჭედი, თვლიანი ბეჭედი. სახში, ამერი. როგორც კი ნახა რომ ბეჭედი ხელზე არ უკეთია, მაშინვე გამოვარდა ქუჩაში და მოძება სადაც დიდი ლამპა იყო განათებული და იმ ლამპის ქვეშ დაუწყო ძებნა. მოვიდნენ გამლელები და ეუბნებიან რომ რას ეძებ მოლა? მოლა უთხრა, რას ეძებ და ჩემს ვერცხლის ბეჭედს ვეძებ. აქ დაკარგე, არა აქ არ დაკარგე. სად დაკარგე? სახში დაკარგე. მაშინ წარდე სახში მოძებნე თუ სახში დაკარგე. მოლა უთხრა, სახში სუქი არ აქვს. და შტერი ხო არა ვარ რომ ჩემს ბეჭედს ძებნა დაუწყო იქ სადაც შუქი არ არის. სადაც შუქია, მე იქ უნდა მოვძებნო ნათელი. რა თქმა უნდა, მოლა ნასრედინი იქ ბეჭედს ვერ იპოვიდა, მაგრამ ერთ რამეში მოლა ნასრედინი მართალი იყო. ჩვენ ვეძებთ დაკარგულ თავს, საკუთარ არსებას, საკუთარ ვინაობას, იქ სადაც ნათელი არ არის. ჩვენ ვეძებთ მეგობრებს იქ, სადაც ნათელი არ არის. ჩვენ ვეძებთ ცხოვრების საზრის იქ, სადაც ბნელა და ნათელი არ არის. მოლა მართალი იყო ამბობდა, შტერი ხო არა ვარ რომ ბნელში დაუწყო დაკარგულს ძებნა. დღევანდელი საკითხავი ჩვენ ამას გვეუბნება რომ ნათელი ჩვენს ხელშია. ჩვენ არ გვჭირდება დიდი გზების მოვლა, იერუსალიმში წასვლა, მოსალოცად ან სადმე იმისათვის რომ ნათელს ვეზიარო. ეს ნათელი დღეს ჩვენ შორის არის. ამ ნათელს ჩვენ დღეს შეგვიძლია ვეზიარო. თუ გვინდა რომ ჩვენ კი არ ავრეკლავდეთ სხვისა ნათელს, ქრისტიანობის ნათელს, სიკეთის ნათელს, არამედ ჩვენში უნდა იყოს ამ სიკეთისა და სიყვარულის წყარო. იმ რიტორიკულ კითხვაზე, რომელიც რუსთველმა დასვა თავის დროზე კარგახნის წინათ, ქართულმა კულტურამ დროთა განმავლობაში ბევრი იფიქრა და გასცა პასუხი. რა იგი სინათლე, რასაც ახლავს ბნელი. და ქართულ ფოლკლორში არის პასუხი ამ კითხვაზე. რა იგი სინათლე? და ამ ქართულ ფოლკლორში რაღაც დაწერილი არის, მაგრამ ეს არის კოლექტიური შემოქმედების ნაყოფი, რაც მე მგონი საგანგებო საზრისა ძენს ამ პასუხს. ქართულ ფოლკლორში არის პასუხი ამ კითხვაზე. რა იგი სიბნელე, რასაც ახლავს ბნელია და მესიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა კულტურამ, ფოლკლორმა მიაგნო ნათლის წყაროს, რომელიც არის უშეტელი და რომელსაც ბნელი არ ახლავს. როდესაც აგიკითხოთ ეს პატარა ნაწარმოები, რომელიც ვფიქრობ ძალიან შთამბეჭდავია. კითხვაზე
Რაღა იგი სიბნელე, რასაც ახლავს ბნელია, ქართული ფოლკლორი ამბობს. ეს არის ჩვენი ცხოვრება. ნათელს თან დასდევს ბნელია. მზე ჩადის, თვარი ამოდის, დღე შეიცვლება ბნელად. სიხარულს დარდი მოხვება, შეკებას შეცვლის წნელი. ასე ტრიალებს ყოველი მონაცვლეობის წესით. და ბოლოს მიაგნებს თავარ პასუხს. მხოლოდ ერთია სინათლე, რასაც არ ახლავს ბნელია. შელეწავს თავის სინათლით კარსა ჯოჯოხეთ ბნელისა. ვერ ეკარების სიბნელე, ვერცა რამე თუ ბნელია. შენახარ იგი სინათლე უფალს მიმართავს, რასაც არ ახლავს ბნელია. უფალი, რომელსაც ბნელი არ ახლავს, დაგვეხმაროს იმაში, რომ ნაცრის შვილები ვიყოთ ამ წელიწადში. ამήν.